ძალოვან უწყებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა ლელო ძლიერის საქართველოს ოფისში. პარტიის წევრები ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, კადრებში ასახული ძალადობის ფაქტზე ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენ შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ჩვენ ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის ვიდეოკამერაზე, ტელეფონით გადაღებას და გასაჯაროებას. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილე ამ დანაშაულში. რადიკალთა და მათი ამ ფსევდო ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ემსახურებოდა საზოგადოების შესტუმრების შეყვანას. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე მყისიერი რეაგირება გააკეთა და როგორც მოგეხსენებათ, ისინი უკვე დაკავებულები არიან. ასეთი ინციდენტი, ასეთი გადასტომა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ამით დაზღვეული არავინ არის. თავარი ის არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ გამართულად და ახდენენ მყისიერ რეაგირებას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს, ის იქნება ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებით, ასე ვთქვათ, დასჯილი.